ეხლა როცა ომი რუსეთსა და უკრაინას შორის კვლავ მძვინვარებს, კიევმა ახალი უნიკალური სამიზნე იპოვა. Wildberries-ი. ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანია, რომელიც ფაქტობრივად რუსეთის ამაზონია. 18 ივლისიდან უკრაინულმა ძალებმა დრონებით არაერთხელ დაარტყეს ამ ელექტრონული კომერციის გიგანტის თითქმის 20 საწყობს. აცხადებენ, რომ ეს არის ლოგისტიკური ცენტრები, რომლებიც რუსეთის სამხედრო ძალებს უჭერენ მხარს. და ამ დარტყმებმა დიდი ყურადღება მიიპყრო რუსეთში, რადგან Wildberries-ი ის კომპანიაა, საიდანაც ჩვეულებრივი რუსები ყოველდღიურად იწერენ ნივთებს. ამაზე დარტყმა მიზანმიმართულ გზავნილ საგზავნის. ომი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფრონტის ხაზით და რუსული ყოველდღიური ცხოვრების არც ერთი კუთხე აღარ არის მიუწვდომელი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკრაინა სისტემატურად აძვიერებს თავისი შორ-მანძილზე მოქმედი დრონების კამპანიას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ. ეკონომიკური ინფრასტრუქტურა, ახლა უკვე კომერციული ლოგისტიკა, ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოიწვიოს არეულობა ქვეყნის შიგნით და გაზარდოს ზეწოლა პუტინზე. და ახლა ჩვენთან ერთად არის დოქტორი ელა იტკინი, რომელიც სტუმარი მკვლევარია რუსეთის პროგრამაში ეროვნული უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტში. ელა, რა სტრატეგიული ლოგიკა დგას ისეთი ობიექტის დარტყმის უკან, როგორიცაა Wildberries-ი? საჰამამშვიდობისა, მადლობა ნატაშა. როგორც გვით, Wildberries-ი ქვეყნის ყველაზე დიდი ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანია და დაკავშირებულია კრემლთან და საომარ ძალისხმევასთან. Wildberries-ზე თავდასხმა შეიძლება განვიხილოთ როგორც უფრო ფართო კამპანიის ნაწილი, რომელიც ომთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას ესხმის თავს. ბოლო წლებში კომპანია სამხედროებს საქონელს აწვდიდა, ფრონტზე ფულს წირავდა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ზოგიერთი საცხობის გამოყენების საშუალებას რუსულ სამხედროებს აძლევდა. ასე რომ ამ კუთხით კომპანია უბრალოდ სამოქალაქო კომერციული ერთეული არ არის, არამედ დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკასთან. საინტერესოა. გამოდის Wildberries-ი რუსეთის ამაზონია. ვიცით, რომ მილიონობით ჩვეულებრივი რუსი ყოველდღე იყენებს მას. მისი დარტყმა შეგნებული მცდელობაა. ომი თითქოს ადამიანების მისაღებ ოთახებში შეიტანა. შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვში მცხოვრები ადამიანები დიდწილად დაცულები იყვნენ კონფლიქტისგან. რამდენად ეფექტურია ეს სტრატეგია რეალურად რუსული საზოგადოებრივი აზრის შეცვლაში? თუ ფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ აძლიერებს ნაციონალისტურ განწყობებს და აერთიანებს ხალხს პუტინის გარშემო? ხო, ავტორიტარულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი აზრის შეფასება ყოველთვის რთულია. ეს თავდასხმა მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას ატარებს. ის გზავნილ საგზავნის, რომ ომი უკვე სახლშია მოსული. პირდაპირ მსხვერპლის რაოდენობა, როგორც ჩანს, შედარებით შეზღუდულია, მაგრამ ეკონომიკური შედეგები ბევრად უფრო ფართოა. დაახლოებით 200,000-მა მცირე და საშუალო ბიზნესმა თავდასხმის შედეგად საქონელი დარგა, კომპენსაციის მიღების მცირე პერსპექტივით. თუ გავაერთიანებთ განძიმებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და საზოგადოებაში მზარდ უკმაყოფილებას თავდასხმებისა და საქონლისა და ფულის დაკარგვის გამო, სერიოზულ მოლოდინთან კიდევ ერთი მობილიზაციის შესახებ ვფიქრობ, შესაძლებელია ითქვას, რომ ომის ამ ეტაპზე მხოლოდ ნაციონალისტური განწყობა შეიძლება აღარ იყოს საკმარისი საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესანარჩუნებლად. არსებობს თუ არა თანმიმდევრული ეკონომიკური ომის სტრატეგია ამ დარტყმების უკან. ფიქრობთ, რომ ისინი რაიმე გაზომვადი გზით მოქმედებენ რუსეთის შესაძლებლობაზე დააფინანსოს და გააგრძელოს ომი? მე ვფიქრობ, რომ ამას ეკონომიკური სტრატეგია აქვს. ბოლო 2 კვირის თავდასხმებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი უკვე ასობით მილიარდ რუბლს შეადგენს და შესაძლოა ტრილიონებამდეც კი გაიზარდოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა კიდევ უფრო მეტი საწყობი იწვის, ამას შეიძლება უფრო ფართო ეკონომიკური შედეგები მოხვდეს. რაც ინფლაციის ზრდას და რუსეთის უკვე რთული ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას შეუწყობს ხელს. ზარალი მხოლოდ Wildberries არ ეხება. საბოლოოდ ეს მცირე და საშუალო ბიზნესებსაც ეხებათ. ამას თუ დავუმატებთ უკრაინის მხრიდან ნავთობისა და ენერგეტიკის ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებს, ამ თავდასხმებმა რუსეთის ეკონომიკის მთელი სექტორები სერიოზული წნეხის ქვეშ მოაქცია. კარგით, დოქტორ ელა იტკინი, დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსაზრების მოსმენა. გმადლობთ, გამემშვიდობისა. გამემშვიდობისა.